მოგესალმებით ბატონებო, მინდა გაცნობოთ, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით მე მიხეილ სალოვაშვილი გახლავართ ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ დარეგისტრირებული 2013 წლის 27 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებში პირველი ოფიციალური კანდიდატი. ჩვენ უკვე წარვადგინეთ ხელმოწერების სია, დამთავრდა შემოწმება ამ ხელმოწერების და ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ეს გადაწყვეტილება მიიღო. მე როგორც პრეზიდენტობის კანდიდატს დღეს მსურს განვაცხადო ოფიციალურად ჩვენი საარჩევნო კამპანიის დაწყების თაობაზე. და მოგახსენოთ პირველი გადაწყვეტილება, რომელიც ეხება კანონიდან გამომდინარე საარჩევნო კოდექსიდან გამომდინარე პრეზიდენტობის კანდიდატს უფლება აქვს წარადგინოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიიდან მოყოლებული ყველა საარჩევნო ოლქსა და უბანში თავისი ორ-ორი წარმომადგენელი. დღეს მაქვს პატივი წარმოგიდგინოთ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ჩემი როგორც პრეზიდენტობის კანდიდატის ოფიციალური წარმომადგენლები, საქართველოს ეროვნული განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი პატრიარქი და დამსახურებული მოღვაწე ბატონი ჯემალ ჩიქია და წმინდა სამების ტაძრის დიაკონი მამა ელიზბარ დიაკონიძე. ჩვენი საპრეზიდენტო პროგრამა, რომელსაც თლიანობაში უფლის სახელით გაბრწყინებული საქართველო ქვია, ესე იგი პოლიტიკური და რელიგიური საკითხების გაერთიანებას ისახავს მიზნავს და სიმბოლურია, რომ ჩვენი წარმომადგენელი ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ეს ორი პიროვნება იქნება. და აქვე მინდა დავაანონსოთ, რომ ვიწყებთ რა საპრეზიდენტო კამპანიას, გვინდა უახლოეს დღეებში, ასე ვთქვათ, მოსახლეობის გასაგონად ვთქვათ, რომ ჩვენ წარმოვადგეთ ჩვენი საარჩევნო პროგრამის პირველ ნაწილს, რომელსაც თლიანობაში ქვია საქართველოს სულიერი მისია. ანუ ჩვენ შევეხებით და მოსახლეობას გავაცნობთ იმ დეტალებს, თუ რა ეტაპი გაიარა საქართველოს სულიერი მისიის გზაზე, რა მდგომარეობაშია ახლა და რა უახლოესი მოსალოდნელი მოვლენებია, ასე ვთქვათ, მიმდინარე პროცესი. დიდი მადლობა ყურადღებისთვის.